Madloba, ბატონო ნიკა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი, თქვენ დეპუტატის უფლებამოსილება შეჩერებული გაქვთ 88 კაცმა, ამას მხარი დაუჭირა დღეს მართველი პარტიიდან. როგორ აფასებთ ამას? მადლობა თქვენ პირიქით. რა მე არ გამკვირვებია სიმართლე გითხრა და ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი მას შემდეგ რაც ეს საიდანაც გამოგიქეს საქმე რომელიც 7 წლის განმავლობაში თაროზე ჰქონდათ შემოდებული რომ ეს 88 დეპუტატი იქნებოდა 87 ეხლა ზუსტად არ ვიცოდი მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ საკმარისი რაოდენობა ხმების ექნებოდათ იმიტომ რომ ეხლა აქ ხო მსჯელობა უცნებაში შემორჩენილ დეპუტატებს შორის არაფერზე არ იმართება აქ ხო რაღაცა განხილვა არაფერზე არ იმართება რასაც სამწუხაროდ რასაც ბანალურად და მოსაბეზრებლად ჟღერდეს რასაც ის ბატონი დაავალებს ამას აკეთებენ და გააკეთეს კიდევაც უბრალოდ აი მართლაც მე ვერა ეხლა იმით რომ დეპუტატის მანდატი მატერიალური სახით რაღაც იმაში ჯიბეში არ მიდევს ამით მე რა დამაკდება ან ქართულოცებას რა დააკდება ჩემსგან ხო ჩვეული აქტიურობით ვეცდები უფრო მეტი ენერგიულობით ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებდი 2014 წლიდან ეს არის ბრძოლა დიახაც გააზრებული ბრძოლა ოლიგარქის წინააღმდეგ ვინაიდან მართლაც მჯერა გულახდილად რომ ეს ადამიანი არის საფრთხე ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის და თუ ჩვენ არ გვინდა რომ ვიცხოვროთ საბჭოთა საქართველოში ეს ადამიანი არ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას რო კარგად გვესმოდეს ძალიან მოკლედ ისმე შემიხმა კი ბატონო რა საკვირველია გვესმის ბატონო ნიკა დიახ როდესაც თქვენი ხმა კი ბატონო კი დიახაც აი წამოიდგინეთ მართლაც ეს საქმე აღიძრა 2012 წლის ნოემბრის ბრალი ამ საქმეზე წარმოიდგინეს 2012 წლის ნოემბრის თვეში თუ არ ვწდები 35 თუ 36 პირთან ერთად დიახ და მაშინ მე არ ვიყავი საერთოდ არ ვიყავი ვინ ვიცნობდა საერთოდ არ ვიყავი საჯარო პოლიტიკაში კი არა საჯარო ცხოვრებით არ ვიყავი დაკავებული და მაშინაც გაკვირვებული ვიყავი რატო წარმოიდგინეს ბრალი სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ ვიყავი ადამიანი რომელსაც დოკუმენტებს კი არ მქონდა ხელი მოწერილი უბრალოდ ეს რაღაცა მოვიდა ეს ივანიშვილი გაბრაზებულია გარკვეულ პირებზე და მოკლედ 35 ადამიანს ქართულ ბანკის გაკოტრებასთან დაკავშირებით წარუდგინა ბრალი. ეხლა ეს სხვა საკითხია ქართულ ბანკის გაკოტრება რეალურად რომ იდიოტური ნაბიჯი იყო წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული გულისხმობ საკანონმდებლო ცვლილებას რომელიც მართლაც განხორციელდა და პირველად იპოთეკარის უფლება წაართვეს ქართულ ბანკს მაგრამ ეს სხვა საკითხია აბსოლუტურად უბრალოდ დანაშაულის ნიშნებიც არ იყო აბსოლუტურად და ეს გამოჩნდა დრო და დრო როდესაც ყველა ჩემს გარდა განარიდეს ამ სისხლისამართლებრივი დევნისგან ანუ დარჩით თქვენ და ზურაბ ადეიშვილი დიახაც ანუ ქვეყანაში ვინც კი ვიყავ ჩემზე რანგით მაღალი საჯარო მოხელეებიც ხო რაც ძალიან კარგი იყო და მიხარდა მათგანთან ეხლა რაღაცა ურთიერთობა იგავიცანე სასამართლოში როდესაც დავდიოდი ანუ სამართა დარღვევათაც კი არ სცნეს განარიდეს ანუ სისხლისამართლებრივი დევნა შეწყვეტეს ამასობაში სულ უფრო და უფრო აქტიურად ვერთვებოდი პოლიტიკურ პროცესში ცხოვრებაში და ეტყობა ვერ გაერკვნენ რა ექნათ ამ საქმისთვის და შემოდეს თაროზე და ეხლა ჩამოიღეს როდესაც დარწმუნდნენ რომ გავრილოვის საქმეს ერთი 10 თვე მინიმუმ ვერ დაასრულებდნენ სოფო იმიტომ რომ უამრავი მოწვია ბრალდების ხარეს და მოწვის ბრალდებისა და დაცვის ხარეს დასაკითხი და აი ეს გააცოცხლეს საქმე და აი ამ სასამართლოს პირობებშიც კი სრულფასოვნად ვერც კი დამიმტკიცეს ის ბრალი რომელსაც მე დავებოდი დამაჯარიმეს უბრალოდ აი დამაჯარიმეს 25000 ლარით უფლებამოსილების გადამეტების მუღლით თანამდებობაზე ყოფნა გასაგებია ეს ბატონო ნიკა თქვენ ამას მიიჩნევთ პოლიტიკურად მოტივირებულად დასჭირდათ საქმე რომელიც 7 წლის წინ აღიძრა და დღეს ამოიღეს იმიტომ რომ თქვენ ხართ ოპოზიციის ლიდერი ამას ამოიღეს ეს საქმე პარლამენტში წამოიღეს ეს საქმე სწრაფი ნაბიჯებით იღლიაში ამოჩილები გამშემოვარდნენ გიჟებივით და მე გააკეთეს ის რაც გააკეთეს არც დაელოდნენ ზემდგომ ინსტანციას მაგრამ ეს არაფერს გავიგე ბატონო ნიკა ეს არ გიცვლით თქვენ სტრატეგიას მე მინდა გთხოვოთ ზუსტად მე მინდა გთხოვოთ ახლა თქვენ ჩემთან ერთად მოისმინოთ ძალიან ავტორიტეტული ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია იფსოსის მიერ გაკეთებული კვლევა ფორმულას დაკვეთით ის გეხება თქვენ ამ შემთხვევაში კითხვაზე ხსმენია თუ არა მიმდინარე საგამოძიებო და სასამართლო პროცესების შესახებ ნიკა მელიას მიმართ გამოკითხულთა უმრავლესობა 77% ამბობს რომ დიახ ხსმენია არ ხსმენია 19%-ს და არ იცის ანუ არ ითქვა პასუხზე 4%-მა
მიმდინარე გამოძიება, სასამართლო პროცესები ნიკა მელიას წინააღმდეგ ობიექტური მხოლოდ 9%-ს გონია, 23% მიიჩნევს, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესები მელიას წინააღმდეგ არის პოლიტიკურად მოტივირებული, ნაწილობრივ ორივე მიიჩნევს 48%, არ იცის, ანუ არის თქვა პასუხზე 20%-მა. ახლა კი ვნახოთ, როგორ ნაწილდება შედეგები, თუ არ გავითვალისწინებთ იმ 20%-ს, ვისაც არ აქვს პასუხი ამ კითხვაზე, ამ შემთხვევაში გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ამ გამოძიება და ეს გამოძიება და სასამართლო პროცესები, 15% ობიექტურად მიიჩნევს, ნაწილობრივ ობიექტურად კი 59% და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, კვლევის ავტორებმა იკითხეს, თქვენ რომ იყოთ დღეს პარლამენტის წევრი, დაუჭერთ თუ არა მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებასო, დანამდვილებით არ დავუჭერდი მხარს 34%, ალბათ არ დავუჭერდი მხარს 6%, ალბათ დავუჭერდი მხარს მხოლოდ 6%, ნამდვილად დავუჭერდი მხარს 19%, არ ვიცი, ანუ არის პასუხზე 35%. ახლა ვნახოთ იგივე როგორ ნაწილდება შედეგები, თუ არ გავითვალისწინებთ იმ 35%-ს, ვისაც არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი, დანამდვილებით არ დავუჭერდი მხარს 56%, ალბათ არ დავუჭერდი მხარს 10%, ალბათ დაუჭერდა მხარს მხოლოდ 6%, ნამდვილად კი მხარს დაუჭერდა 28%. ასე რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ბატონიკა მიიჩნევს, რომ მელიასთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებას მხარს არ დაუჭერდა. ეს არის გამოკითხვის შედეგები. გეუბნებათ რამეს თქვენ შესახებ? მე ვფიქრობ, ხელისუფლებას უნდა ეუბნებოდეს უფრო ვიდრე მე დიახაც ახლა რა თქმა უნდა სასიამოვნოა ამ შედეგების მოსმენა ახლა პირდაპირ ეთერში მით უმეტეს დიახაც ხელისუფლება კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ის პროპაგანდა სულ უფრო და უფრო კარგავს მოჭიდება საზოგადოებაში, არავის აღარ ჯერა ხახნო რა უნდა გამიკვირდეს და რა უნდა გამიკვირდეს, რასაც ესენი გიგი უგულავას უკეთებენ. ახლა ადამიანს მიუხსიეს ორი ზონდერ ძიუდოისტი და თავს დაესხენ გოკა გაბაშვილს და გიგი უგულავას და აქეთ დაძდეს ბრალი გიგი უგულავას და ახლა დღეს გავცედა თქვენი ტელეკომპანიისა და სოციალურ ქსელში ვნახე ვიდეო კადრები, როდესაც 16 ნოემბერს ეს ბატონი ძიუდოისტი ასევე თავს ესხმოდა რუსთაველზე მშვიდობიან დემონსტრანტებს, როდესაც დიახაც ისინი აპროტესტებდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე ვერ გადასვლას. რა და ანუ რა გამოვიდა და გაერკვა შემდეგი, რომ ხელისუფლებამ ეს ორი არ ვიცი არ მინდა შეურაცხყოფელი ვიყო, ეს სპორტსმენი მიიყვანა აეროპორტში და სინამდვილეში ეს ადამიანები არსად არ მიფრინავდნენ, ხო? ამიტომ ეხლა ნუ ნათელია რა ხელისუფლებას უფრო სხვა რა არის ნათელი? თქვენი აზრით ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პოლიტიკურად მოტივირებული, აი როგორ სათნოდ ჟღერს, იცით სოფო, აი რაღაცა კონფერენციაზე უნდა. თქვენთვის როგორ ჟღერს? თქვენი პასუხი როგორია? ეს არის აი ჭკუი და გადასული ადამიანის ქმედება, რომელიც არის პანიკურ სპირალში შემძვალი. ხვდება, რომ მისი მილიარდები ძალას კარგავს, რეალურად მისი პროპაგანდას ვეღარ მუშაობს, ხელისუფლებას ემშვიდობება და რა აკეთოს და დაიწყო ყუთების თამაში. აბა ეხა ხელისუფლება რომ ვიღაცა ძიუდოისტის ამარა არის და ამ ძიუდოისტს მანქანაში ჩაისვამს და დაძდევს ამ ძიუდოისტთან ერთად დაძდევს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ მე თავს დაესხას ეს ძიუდოისტი პოლიტიკოს, ეს ხელისუფლება მგონია, ეს ხელისუფლება უბრალოდ არის ხავს ეჭიდება და რეალურად ამ ხელისუფლებას აქ ძალა დაკარგული უკვე არაფერი მისგან დარჩენილი აღარ არის. ჩვენი ამოცანა არის, რაც შეიძლება სწრაფად ეს ხალხი ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ მთელი დღე ამას ვიძახი მართლა ჯერა დარწმუნებული ჩემილია გითხრათ, თუ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვოთ საბჭოთა საქართველოში, ხო? მისი ყველაზე ცუდი გაგებით, ხო? ეს ადამიანი ამ ქვეყანას არ უნდა მართავს. ასეც იქნება კიდევაც. დიახ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ნიკა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი.